როგორ ხდება მასწავლებელი დაგვიანებულ ბავშვს? შემოაღო კარები. პირველად ეტყვის მასწავლებელი, კაი, მიპატიებია დაჯიქი შქარა და აბა მოემზადა ჩაერთვი საქმეში. მაგრამ თქვათ იგივე ბავშვმა ხვალეც დააგვიანა. რას ეტყვის ჩვენი მასწავლებელი? ეტყვის ბიჭო, რა მოგევიდა შენ კაცო, გუშინას დააგვიანე, დღესაც დააგვიანე, მესამედ აღარ გააკეთო ეს. ჩვენ მუშაობ და ხელი გვეშლება. ეხლა მე მინდა გავაზიოდო ეს მოდნა თქვა და მესამედაც დააგვიანა ბავშვმა. ხო? მასწავლებელი რას ამბობს? ხვალ მშობლის გარეშე არ მოხვიდა, რას აგავს ეს შენი ყოფაქცევა გასო? როგორ შეიძლება გაგვძე ერთხელ შემოაღო კარი, მეორე, მესამედ არ მოხვიდა დედის გარეშე, თორემ არ დაგიშვებ გაკვეთილზე. მაგრამ თუ მოვიდა დედის გარეშე და მაინც დააგვიანა, მაშინ გამოწერილია უკვე სხვა რეცეპტი. არ შემოხვიდა კლასში. წადი დირექტორთან, წადი სასწავლებლად და აი ასე, მოკლედ, შეიძლება თლადასი არ არის, მაგრამ აი ესეთი ზომებია. დაგვიანებული ბავშვი ჩვენ არ გვსიამოვნებს. ახლა მივხედოთ, როგორ მოიქცევა ჰუმანური მასწავლებელი. ხო გახსოვთ ჰუმანური ვინ არის არა? ვინც თავის თავში უკვდავებას ეძებს. და ეძებს ბავშვის გავლითაც, იმიტომ რომ მარტო თვალები დახუჭული ჩემ თავში, ჩემს უკვდავებას ვერ ვიპოვი. ჩემს საუკეთესო ძალებს ვერ აღმოაჩენ თქვენთან ურთიერთობები და ეს საუბარი მინდა თქვენთან ჩავატარო, რომ როცა საუბარი დამთავრდება, დავინახო რომ თურმე უკეთესი გავხდი. მეტი სიამოვნება მომენიჭა, სიხარული მომენიჭა მეტი, სიტყვა დავხვეწე ჩემი, აზრი გამოუკეთე ქართველი მასწავლებლისთვის. თუ ეს არ მოხდა და ეს არ დავისახე ეგეთი მიზნები, ამ შეხვედრებსაც აზრი დაეკარგება ჩემთვის და შეიძლება თქვენ რაღაცა მოგბრძანდით აქა, რომ რაღაცა გაიგოთ არა? მაგრამ თუ ისე ზიხართ ერთი შევხედო ამონაშვილი რა ანეკდოტებს ყვებაო, ეს არ გაგიმართლდებათ. მაშინ მე რაღაცა მიზნები გვაქვს. როგორ მოიქცევა ჰუმანური მასწავლებელი დაგვიანებული ბავშვის მიმართ? აი როგორ. დაიგვიანა, შემოიდაგვიან, გაუღიმებს. ოღონდ არ გაგიკვირდეთ ეხლა ვინც ავტორიტარულად აზრუნებს, პირ დააღებს და იტყვის რა ებს ლაპარაკობს ეს ამონაშვილიო. მაგრამ ვინც უკვე ჩემსკენ გადმოიხარა, არა? ისის დააღებს პირს გაოცებისგან, ბიჭო ეს რა კარგი რაღაცააო. აი, ორი დამოკიდება ერთიგივე მოვლენისადმი. გაიღებს მასწავლებელი, უი, შენი ჭირიმე, რა კარგია რომ მოხვედი, გელოდი მე. შენი განათლება.